ინსპექტორების სამსახურის უფროსი ქალბატონი ნანა შაშიები. თქვენ ალბათ გეკნებათ ბევრი თხოვნ შემოძვირფასებო პირველი სიტყვა მინდა ვისარგებლო და ერთი პატარა განცხადება გავაკეთო, რომ ბავშვი რომელსაც შეიძლება იქ სიცოცხლეად აცნოებს კიდევ სოციალური მოსახურების სააგენტოს გამოყოფენ და იკეთებენ და 1000 ამ ხუთში ვართ სრულად მშვიდობიანი მის. მოგდა თქვენს სამჟავროზე მინდა გლობალური დათბობის პრობლემას ჩვენს ეს საკითხი არ ეხება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებს, ეს უკვე დარეგულირებული გახლავთ. ეს ეხება ფარმაცევტულ პროდუქტს, რომელთა მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით არ არის საკმარისი. ამ ჯგუფში მოხდა ის სამკურნალო საშუალებები, რომელთა დანიშნულება არის იმ დაავადებებისთვის, რომლებიც გამოწყვეტლად საჭიროებენ ექიმის მონიტორინგს, ზედამხედველობას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს და მთელი რიგი კრიტერიუმებით ფასდება, რამდენად რისკის მატარებელია აღნიშნული ჯგუფი. ტროპიკამიდი, ზოპიკლონი, ზალეპლონი. ესენი დაექვემდებარა კონტროლის მკაცრ რეჟიმს, რაც შეეხება დღეს უკვე მეორე მოსმენით გადის პარლამენტზე კოდეინის, ფსევდოეფედრინის, ნორეფედრინის და ეფედრინის შემცველი ფარმაცევტულ პროდუქტებზე გამკაცრების რეჟიმი, რომლებიც დაექვემდებარება რეცეპტის გარეშე გაცემის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, შევეხებით ფორმას 3 რეცეპტს, წარმოადგენთ მის ფორმას, გამოწერის წესს, სამშელოზე გამოგვაქვს. ეს არის ფორმას 3 რეცეპტზე გამოიწერება ის მედიკამენტები, რომლებიც ფაქტიურად უკვე 1 სექტემბრიდან უნდა მოხდეს მათი გაცემა მხოლოდ ფორმას 3 რეცეპტით და დაექვემდებარება ესეც საჯარიმო სანქციას.